აგვისტოს ომი და ომამდე პერიოდი თემას, რომლის ირგვლივაც 2004-2007 წლებში შიდა ქართლის გუბერნატორმა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ისაუბრა არაერთი შეფასება მოყვა. Როგორ ეხმაურებიან მიხეილ ქარელის განცხადებებს ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში თემით ჩოთიკო სადაღაშვილი გვერდდება. ირმა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის გამოკითხვა და პოლიტიკური აღსარება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღეს განხილვის მთავარ თემად იქცა გორში პოლიტიკურ პარტიებს შორის. ოპოზიცია მიხეილ ქარელის განცხადებებს სამარცხვინო აღიქვამს და ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ვინც მაშინ ერგნეთის ბაზრის ირგვლივ არსებულ შავ საქმეებს კურირებდა, სწორედ ქარელი იყო. ლექსოვალიაურს მიაჩნია, რომ ისრების გადატანა ყოფილი პრეზიდენტის მისამართით და ყველაფერში სააკაშვილის დადანაშაულება არასწორია, რადგან თუ კი რაიმე დანაშაული ხდებოდა 2004-2008 წლებში, ამაზე პასუხისმგებლობა კიდევ ბევრ ადამიანს ეკისრება და სწორედ ერთ-ერთი მათგანი არის მიხეილ ქარელი. დამარცხინო არის ეს საქციელი, რასაც დღეს პრეზიდენტის სააკაშვილის მისამართით მისი ყოფილი ქვეშევრდომები აკეთებენ, იმიტომ რომ თუ თვითონ უნდათ რაღაცების დავიწყება, საზოგადოებას კარგად ახსოვს ვინ რა როლს ასრულებდა სააკაშვილის მმართველობის დროს და კარგად გვახსოვს იგივე მიშა ქარელი, როგორი ჩართული იყო იმდროინდელი ერგნეთის ბაზრობის კონტრაბანდის საკითხებში და მილიონებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა უშუალოდ რუსეთიდან შემოტანილ კონტრაბანდულ საქონელს საქართველოში და ამიტომ დღეს და უამრავ სხვა მიმართულებით ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით, რომელიც მისი გუბერნატორობის დროს დადასტურებული ფაქტებით არსებობს, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობდა იმაზე, რომ ადამიანის უფლებები ირღვევოდა უშუალოდ აი ამ გუბერნიისა და ამ მმართველობის პერიოდში, ამიტომ დღეს, როდესაც საუბრობენ სააკაშვილზე, თითქოს ის იყო რაიმე კონკრეტული ასეთი მითითებების გამცემი და ისინი უბრალოდ ანგელოზებად გამოდიან დღეს არის სამარცხვინო მათი საქციელი. ის რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა უმნიშვნელოვანესია ქართული ოცნების გუნდისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს ის გარემოებები, რომლის შესახებაც უკვე მესამე დღეა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე და მაშინ ჩადენილ დანაშაულებებზე ყოფილი მაღალჩინოსნები საუბრობენ. მანუჩარ ლაფაჩი განმარტავს, რომ შედეგი, რასაც აღნიშნული საგამოძიებო კომისიისგან ელოდებიან, სწორედ იმ ადამიანების დასჯაა, ვინც საკუთარი ქვეყანა ომისთვის გაწირა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელსაც მმართველი გუნდის ადგილობრივი ლიდერი მიხეილ ქარელის მონათხრობიდან სრულად იზიარებს. მაშინდელმა გუბერნატორმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციაზე წამოაგეს და 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან არიდება სრულებით შესაძლებელი იყო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დიდი ხანია ფიქრობს და დიდი ხანია ელოდება იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს და იმ ადამიანებმა, რომელმაც სააკაშვილის მმართველობის დროს განიცადეს ძალიან დიდი ტრაგედია, უბედურება, ქონების დაკარგვა, ოჯახების დანგრევა, ოჯახის წევრების დაკარგვა. 2008 წლის ომი, რომელიც ნამდვილად შეიძლება რომ თავიდან აცილებულიყო ქვეყანას და ამხელა ტრაგედიაში და უბედურებაში არ გახვეულიყო, ამას ბოლოს და ბოლოს უნდა გაეცეს პასუხები. არის ლეგიტიმური შეკითხვები, რომელზეც პასუხები არ არის გაცემული. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ შეკითხვებს თავს არიდებენ. თუ მართალი ხარ შენი ერისა და შენი ქვეყნის წინაშე, რატო უნდა გაურბოდე ამ შეკითხვებს და თუ ემსახურებოდი შენს ქვეყანას პირნათლად, კეთილსინდისიერად უნდა მიხვიდე და ადამიანად უნდა აღიარო ის შეცდომაც, ის დაშვებული შეცდომაც და ის მოქმედებები, რა მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. შედეგი იქნება ის, რომ ის ადამიანები რომლებმაც უსამართლოდ ქონება, საკუთრებები დაკარგეს, ოჯახის წევრები დაკარგეს და რაღაცა დემოკრატიის შუქურად წოდებულ ადამიანად წარმოაჩენდნენ, ყველა დაინახავს თვალნათლივ, ეს იყო ყველაფერი ტრაგედია, უბედურება ამ ქვეყნისა, რომელსაც დააღწია თავი ამ ქვეყანამ და ნელ-ნელა ვითარდებით, ნელ-ნელა დგებით ფეხზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი და ომამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ დროებით საგამოძიებო კომისიას ჩვენება შიდა ქართლის გუბერნატორმა, ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა გუშინ მისცა, თუმცა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ინფორმაცია ყველა დაბარებულისგან ვერ მიიღო. სხდომაზე არ გამოცხადებულა ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის წინააღმდეგაც სავარაუდოდ პროკურატურა გამოძიებას სწორედ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყებს.